პრობლემა მეორე უფრო დიდი რაცაც მე ვხედავ ის არის რომ ამ წიგნებს არ აწერია ანუ ანოტაციები არის აი მაგალითად აქილევს ის სიმღერა აქილევსზე რო ნახოთ ამ წიგნის ანოტაცია აწერია რომ ეს არის მარიცი ახლო მეგობრობაზე ხა ეს ხო არანაირად მესმის ჰომოფობიური გარემო ისა ესა მაგრამ ანოტაცია ცოტა მაინც უნდა ასახავდეს იმას რაზეც არის წიგნი გასაგებია სიმღერა აქილევსზე არც საზღვარგარეთ არ რეკლამდება როგორც მაინც და მაინც გეი რომანი მაგრამ რო ნახო რივიუები იქ წერია ყველაფერი ეს ეხება სხვათა შორის იმ წიგნებს რომლებიც თვითონ არა ქვიარ ლიტერატურა მაგრამ ავტორია ქვიარი მაგალითად მარიკე ლუკას რეინეველდის მძიმეა დღის ბოლო წიგნს რო გადმოატრიალებ უკან აწერია რომ კი ამან მიიღო საერთაშორისო ბუკერი და ამაზე წიგნი არ წერია რომ ეს არის პირველი არაბინარული ადამიანი რომელმაც მიიღო საერთაშორისო ბუკერი და პირველი ჰოლანდიელი მწერალი რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა რომელმაც რომ მიიღო საერთაშორისო ბუკერი და არც ის წერია რომ ამ წიგნში ის თავის გამოცდილებაზე ყვება ის გაიზარდა ამ ძალიან ჩაკეტილ რაღაცა რელიგიურ საზოგადოებაში და მე გაიქცა იქიდან არა და ეს ავტორი თვითონ არის ძალიან საინტერესო პიროვნება და ეს არაფერი იქ არ არის ეხლა მე მაგ წიგნს მაგალითად პირადად ხელში არ ავიღებდი ეს ყველაფერი რო არ მცოდნოდა და გავიგე შემთხვევით სადღაც სხვაგან და ბევრი მკითხველი იმიტომ რომ ეხლა ბუკერი აიღო და რაღაც ბავშვობაზეა ფერმაში ეს არაფერს არ მეუბნება მე წიგნის შესახებ და წიგნის მნიშვნელობის შესახებ ესაა ძალიან დიდი პრობლემა მგონი ხო ქვიარებს ეძახიან აბსოლუტურად ყველაფერს ამ ანოტაციებში მე ამბოხე სული თუ რაღაცნაირად გაუცხოება გარემოსგან უბრალოდ თუ ადამიანი არის ქვიარი დაწერა რომ ქვიარ ადამიანის გამოცდილებაა და გაუცხოება გარემოსგან აღარ არის საჭირო რომ ეგრე რაღაცა მოიგონო რაღაცა ტერმინები და ეგრე წერო